თუ თქვენ წუთისოფელს ზულ ხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები და რა კი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ ზულ ხართ წუთისოფელს. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა არ არის მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენს დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის. ჩემს მოძულეს მამა ჩემიც ზულს. მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რასაც სხვა ვერავინ აკეთებდა, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამა ჩემიც. მაგრამ აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა, უმიზეზოდ შემიძულეს. როცა მოვა ნუგეშის მცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემ შესახებ. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთან ახართ.